სიღარიბის დაძლევის თემა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან. ჩვენ ვხედავთ ლარის კურსის დაწევის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ღიად უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი მიდის ხელოვნურად. სავალუტო ბირჟაზე ბანკები ყიდულობენ ნაკლებ დოლარს და ევროს, ვიდრე ეს მათ სურთ და ამისი მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები ხელისუფლების კეთილი რეკომენდაციაა. ხელოვნური პოლიტიკის შედეგად ლარის კურსი ეცემა, მაგრამ ყველა სახის პროდუქციაზე ფასები იზრდება. ფასთა არაპროპორციული ზრდის გამო ლარის კურსის ვარდნის პროცესი მხოლოდ უკუ ეფექტს იძლევა. ვიმეორებ, არ ამგონი ამ დარბაზში იჯდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ესმოდეს მე ახლა რაზე ვსაუბრობ, უბრალოდ საჯაროდ საუბარი ამაზე, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. გასული წლის დეკემბრიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე რეალურად დაახლოებით 38%-ით გაღატაკდა. აქ არ მოვიყვან მე იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელზეც ფასი გასული წლის დეკემბრიდან დღემდე შესამჩნევად არის გაზრდილი. ეს არის ადამიანებისთვის სასიცოცხლო პროდუქტები, მაგალითად იგივე პური. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქციზის ზრდა საწვავზე ლოგიკურად გამოიწვევს პურზე ფასის ზრდას, მაშინ მთელი მთავრობა ამ დარბაზში წარმოდგენილი ჩვენ გვარწმუნებდა, რომ არავითარი კავშირი, პირდაპირი კავშირი არ არსებობს საწვავზე ფასის ზრდასა და აქციზის გადასახადის ზრდასა და პურის ფასს შორის, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პურზე ფასი გაზრდილია. ამიტომ ლარის კურსი ხელოვნურად კი იწევს დაბლა, მაგრამ ფასთა ზრდა მიმდინარეობს, ფასთა ზრდის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე კიდე ერთხელ უსვამ ხაზს, დაახლოებით 38%-ით არის გაღატაკებული. ღიად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკონომიკა დღეს დგას არა მთლიანი შიდა პროდუქტის სიმყარეზე, არა ადგილობრივ წარმოებაზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე, არა წვრილი და საშუალო ბიზნესის სტიმულირებაზე, არამედ ცარიელ ციფრებზე და მოსახლეობისთვის თვალის მცდელობაზე, რომ აი მაგრები ვართ, ლარის კურსი დავწიეთ. არა და კიდე ერთხელ უსვამ ხაზს, ფასები გაიზარდა და რა მნიშვნელობა აქვს რიგითი მოქალაქისთვის შენ დაწიე თუ არა ლარის კურსი. ვერც მაგარი ხარ და ვერც მართალი ხარ შენი მოსახლეობის წინაშე.